აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით ახალი ეტაპი დაიწყო მრავალწლიანი კვლევების შემდეგ მეცნიერებმა იაპონური ქინქლას საველე გამოცდები დაიწყეს. ბუნებრივი მტრის, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფაროსანასთან ბიოლოგიური კონტროლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. სპეციალისტები დააკვირდებიან, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მეთოდი საქართველოს ბუნებრივ პირობებში და რა მნიშვნელობა ექნება შედეგებს ქართველი ფერმერებისთვის. თემაზე ვცლად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმეჯურძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ის რომ ფაროსანას საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული სოფლის მეურნეობისთვის, ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. რა კვლევის რა ნაწილზეა საუბარი, ანუ რამდენად ეფექტიანად შეიძლება ეს საქართველოში დავნერგოთ და რა შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ. შუადღემშვიდობის, გილოცავთ სვეტის ხოვლობას. ფაროსანა ზოგადად არის დიდი გამოწვევა, არა მარტო ქართული სოფლის მეურნეობისათვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისათვის და ზოგადად მსოფლიოში. სახელმწიფო წლებია უკვე ატარებს ინტეგრირებულ მიდგომებს ფაროსანასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სწორედ ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმებს შეიცავს. და ამ მიმართულებით უკვე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რამდენიმე წელია მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ანასეულში გააჩნია ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგების ნაყოფიერების შესწავლის, სურსათის დიაგნოსტიკის, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია, სადაც სწორედ უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებით, ეს არის შვეიცარიის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერების საერთაშორისო ცენტრი, ასევე იტალია, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი და ასე შემდეგ, მოეწყო, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ბიოლოგიური ლაბორატორია, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის კვლევები, რომელიც დაკავშირებულია ბიოლოგიური მეთოდებით აზიურ ფაროსთანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან. ასეთი სახის კვლევები დაფიქსირდა ძალზედ მნიშვნელოვანი, ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც გამოიკვეთა პათოგენის ნოზემა მადოქსის ნეგატიური, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ფაროსანასადმი და მან შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ასევე ფაროსანას. ის არის პათოგენი, რომელიც ასნებოვნებს თვითონ ფაროსანას, ასე ვთქვათ, ნაკლებ კვერცხს ხდება, გამოირჩევა, როდესაც ამ პათოგენით არის დაცნებოვნებული და კიდე სხვა უარყოფით თვისებები, რომელიც ერთი მხრივ ნაწილობრივ ხერს უშლის მის გამრავლებას. შემდეგ მეორე ეს გახდათ ანასტატუსი, ბუნებრივი მწერი, რომელიც საქართველოს დასავლეთ საქართველოში ჩვენი მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი. ამ მწერის ბიოლოგია გახლავთ ის, რომ ის გარკვეულწილად დებს კვერცხებს ფაროსანას კვერცხებში და ბუნებრივია მცირდება ფაროსანას გამრავლების ინტენსივობა და რაც თავარია ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც თემ სოფლიოში არის აღიარებული, ეს არის აზიის ქვეყნები, ასევე ევროპის ქვეყნები, ეს გახლავთ სწორედ იაპონური ქინქლა, რომელიც გახლავთ ძალზედ მცირე ზომის, უნდა იცოდეს მოსახლეობამ, ნემსის წვერის ხელა 1 მილიმეტრამდე მწერი, რომლის რისკები მანამ სანამ დაიწყებდა ლაბორატორია გამრავლებას, ლაბორატორიულ პირობებში ამ იაპონური ქინქლასი იქნა შესწავლილი, შეფასებული რისკები, იმდენად რამდენადაც ხომარ მავნეობდა ის სხვა სასოფლო სამეურნეო კულტურებზე, ან იმ დადებით ბიოაგენტებზე, რომლებიც აგრე მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნის შენარჩუნების მიზნით და მას შემდეგ დადგინდა, რომ ის არის სრულიად უნებელი ზოგადად სოფლის მეურნეობისათვის აი ამ მიმართულებებით. შემდეგ ლაბორატორიამ დაიწყო გამრავლება ამ ბიოლოგიური აგენტისა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, თავისი ხასიათით, თავისი ბიოლოგიური მიმართულებებით, იმდენად, რამდენადაც ფაროსანა, რომელსაც შეუძლია ერთ წელიწადში ზოგადად 30,000-მდე თავისი აშიერი მოგვცეს, მისი კვერცხები ზოგადად ერთი კვერცხდება განისაზღვრება 28 ცალის რაოდენობით და ეს პატარა მწერი ბუნებრივად დებს თავის კვერცხებს ამ ფაროსანას კვერცხებში, გამოიჩეკება თვითონ
ეს ბუნებრივი მწერი, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, იაპონური ქინქლა და ბუნებრივია არ გამოიჩეკება ფაროსანა, რითაც მნიშვნელოვნად ასე ვთქვათ, სცილდება მისი რიცხოვნობა. თუმცა თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ და სწორედ ამას მინდა რომ ეს ნაწილი მინდა რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბრის. რეალურად რამდენად შესაძლებელია რომ აი ამ ახალი დავუშვათ იაპონური ამ ქინქლას შემოყვანამ დამატებით ახალი პრობლემები არ გააჩინოს სოფლის მეურნეობაში და რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს, ანუ ეფექტურობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ თითქოს ბოლო წლებში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა შედეგი გამოიღო და ისეთი მასშტაბები ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნებიან რომ აღარ არის. ასეთ პირობებში კიდევ დამატებით ახალი დავუშვათ ამ წერი შემოყვანა ამ სიტუაციაში რამდენად ხომ არ შექმნის დამატებით პრობლემებს? ჩვენ თქვი და კიდევ ერთხელ განმეორდებით, მანამ სანამ დაიწყებოდა უკვე ბიოლოგიური მწერის ბიოლაბორატორიაში ჩვენ გაგვაჩნია იქ მეორე დონის ბიოლოგიური ლაბორატორია ანასეულში მისი გამრავლება შეფასებული იყო რისკების სწორედ მისი შეიძლებოდა თუ არა მას გამოეწვია უარყოფითი შედეგები და უშუალოდ მოეხდინა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ან სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე ეს შეფასდა ასე ვთქვათ ნეგატიურად, ანუ არანაირი ზეგავლენა აი ამ წერის მიერ გამოწვეული არც სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და სხვა მიმართულებით არ შეინიშნება, ეს უკვე ცნობილი იყო, მაგრამ ჩვენმა რისკის შეფასების სამსახურმა მეცნიერებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს მათი კონსტანტირება, რაც შეეხება თვითონ ეფექტიანობას მისი გამრავლებისა, ეს რთული პროცესი იყო და ჩვენ სპეციალისტებს სწორედ ანასეულში ჰქონდათ გამოცდილება ანასტასუსის გამრავლებისა, რომელიც მსგავსია როგორც ასეთი თავისი მოქმედებით იაპონურ ქინქლასთან მიმართებაში, მაგრამ იაპონური ქინქლას ეფექტიანობა არის უფრო მეტი იმდენად, რამდენადაც თუ ანასტასუსის შემთხვევაში და ანასტასუსის გამრავლება ბუნებრივია ხდება ბუნებრივ პირობებში. ის აზიანებდა, ასე ვთქვათ, უпростоრად დებდა ნახევარში 15-ში კვერცხს აზიური ფაროსანას კვერცხში, ანასტასუსის შემთხვევაში სრულიად. მას შეუძლია ერთმა უკაცრავად იაპონურმა ქინქლამ დაახლოებით 100-მდე კვერცხი დადოს აზიური ფაროსანას კვერცხებში, რაც იმის მანიშნებელია, რომ გაუვნებელყოფილი იქნება აზიური ფაროსანა, მას არ ექნება მისი გამრავლების შესაძლებლობა და გამრავლდება თვითონ ეს მწერი, რომელზედაც შედეგიანობა ეს არ არის სწრაფად მოქმედების, ასეთ რო ვთქვათ, რომ დაუშვათ ძალიან მალე მოხდება მისი ეფექტის დანახვა, ეფექტს ჩვენ დავინახავთ რამდენიმე წლის განმავლობაში, ეფექტი უკვე არის ის, რომ ერთი არის ბიოლოგიურ ლაბორატორიულ პირობებში მისი გამრავლება, შემდეგ ტესტირება, თუ რა ხდება, როგორ იქცევა ის ბუნებრივ პირობებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩვენ უკვე 300 ლოკაციაზე გავუშვით 30,000 ცალი უკვე მიმდინარე წელს. შარშან დაახლოებით იგივე 30,000 წელი წელს გეგმავთ 100,000-ზე მეტი აზიური ქინქლას გაშვებას, რაც ფიქრობ, რომ ასეთი ლაბორატორიისათვის მნიშვნელოვანი შედეგია და ვფიქრობთ ასევე, რომ გაიზარდოს იქ ადამიანური კადრები, პოტენციალი მისა, გააჩნია პოტენციალი ჩვენს ლაბორატორიას, რომ რამოდენიმე ასეული მილიონამდეც კი იაპონური ქინქლა ერთი წლის განმავლობაში გაუშვას ბუნებაში, რაც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბუნებრივია გრძელდება ის სამუშაოები, რომელსაც ატარებს გარემოს დაეცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ეს რა თქმა უნდა ჯერჯერობით დგას დღის წესრიგში, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც ვერ ხდება ამ ღონისძიებების გატარება. ანუ ვერ აღწევს ის საშუალებები, რომლითაც ხდება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, ზუსტად იმ ადგილებში, სადაც განთავსებულია დიდი რაოდენობით ფაროსანას, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ეს არის დაცული ტერიტორიები, ეს არის სატყეო ფონდი, ეს არის პარკები და ასე შემდეგ, ასევე მუნიციპალიტეტებში და სოფლებში, როდესაც ხდება თერმული ნისლი დამუშავება, ყველა წერტილში ვერ ხდება ეს თერმული ნისლი, გამომდინარე აქედან, სწორედ ეს არის საშუალება უებარი იმისა, რომ ყველა ადგილში მივწვდეთ აი ამ მეთოდით და დროთა განმავლობაში მან დაიმკვიდროს თავისი ადგილი ბუნებაში, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვნად გამოიწვევს აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებას, რაც აგრეგატ მნიშვნელოვანია ზოგადად სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობის ამაღლებისათვის, მოგეხსენებათ ის არაერთ სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე მავნეობს და არა მარტო. ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ლევან მუჯმაჯურიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.